ერთ რამეს დავამატებელ კრედიტის ნაწილში ახლა გამახსენდა რომ აი ეს $120,000 რო ვახსენე ციხის ეპიზოდზე როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს ციხიდან ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესოხარძიანმა მოახერხა რომ TBC ბანკიდან კონკრეტულად აიღო $120,000 რა ვიცი ხა შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ ახლა რომ მივიდეთ კრედიტი არ გამოგვატანონ და იმდროინდელ გდანის ციხეში თუ იყავი ბესოხარძიანი ან მისნაირი პატიმარი თავისუფლად ნებისმიერ თანხას თუ იცით იქ მივიდა წარმომადგენელი საკრედიტო ოფიცერი არ მახსოვს ახლა ტყუილს ახლა არ ვიტყვი ნამდვილად აი რაც მახსოვს მართლა იმას ვიძახი და თვითონ მამა ჩემიც ხუმრობდა ახლა რომ გამოვიდა უკვე იქით რომ დააღწია იმას თავი კარგი ჰუმორი ქონდა მამა ჩემს და ხუმრობდა ხოლმე ამ მათს მოდი ჩაგეკითხებით ეს მის სახელზე გაცემული სესხი იყო თუ ვის სახელზე გაცემული სესხი ეს თეიმურას ჭიჭინაძეს ეს იყო მისი ყოფილი პარტნიორი, არ ვიცი, საიდან გამოჩნდა იმ პერიოდში და ისიმ ვის სახელზე გაცა ცესხი? მამის სახელზე გაცა სესხი? ბესოხარძიანზე იყო ეს სესხი. ბესოხარძიანი. ჩვენ რომ გამოვითხოვთ ამ სესხის დოკუმენტაციას თუ დაგჭირდა ბესოხარძიანის სახელზე. კი, უნდა იყოს ესეთი, უნდა იყოს ეგეთი თუ არა ეკანონიკაშვილის სახელზე მაინც, მაგრამ ეს თანხა წასული არის იქ, სადაც სულ ბანოილი